ხელოვნების ისტორიაში არის სახელი, რომელმაც მთელი მსოფლიო შეცვალა. ეს მიქელანჯელო ბუონაროტია, რენესანსის ნამდვილი ტიტანი. ის 1475 წელს დაიბადა. მამა წინააღმდეგი იყო, თუმცა 13 წლის მიქელანჯელომ მაინც ხელოვნება აირჩია. მისი ნიჭი მალე თავად ლორენცო მედიჩიმ შეამჩნია. სულ რაღაც 24 წლის ასაკში მან შექმნა პიეტა მარმარილოს ერთი ბლოკისგან გამოკვეთილი საოცარი ემოცია და რეალიზმი, რამაც იმდროინდელი ევროპა გააოცა. 1501 წელს მას დაავალეს სხვა მოქანდაკეებისგან მიტოვებული უზარმაზარი მარმარილოს დამუშავება. ასე დაიბადა 15-მეტრიანი დავითი, ფლორენციის თავისუფლების სიმბოლო. მიქელანჯელოსა და იმ ეპოქის მეორე დიდ ხელოვანს ლეონარდო და ვინჩის შორის დიდი კონკურენცია იყო. მათ ერთმანეთი არ უყვარდათ, თუმცა ამ მეტოქეობამ უდიდესი შედევრები შვა. 1508 წელს პაპმა მას სიქსტეს კაპელის ჯერის მოხატვა სთხოვა. მიქელანჯელომ უარი თქვა, რადგან თავს მხატვრად არ თვლიდა, თუმცა იძულებული გახდა დათანხმებოდა. ის 4 წელი მუშაობდა მაღალ ხარაჩოებზე. სწორედ აქ შექმნა კომპოზიცია, ადამის შექმნა, ღმერთისა და ადამიანის თითქმის შეხებული თითები, რაც კაცობრიობის სიმბოლოდ იქცა. მოგვიანებით კაპელაშივე შექმნა გრანდიოზული, საშინელი სამსჯავრო. მისმა ფიგურამ და ანატომიურმა სიზუსტემ მისი თანამედროვეები ნამდვილ შოკში ჩააგდო. ის მხოლოდ მოქანდაკე და მხატვარი არ ყოფილა. სიცოცხლის ბოლოს მან შექმნა წმინდა პეტრეს ბაზილიკის გუმბათი, რომელმაც მსოფლიო არქიტექტურა შეცვალა. გენიოსი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან მარმარილოსა და საღებავში სიცოცხლე და ემოცია გააცოცხლა და დროის საზღვრები სამუდამოდ გადალახა. ვრცლად სტატია წაიკითხეთ საიტზე ცნობისთვის.com